ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ, განვაგრძობთ გადაცემას. დღეს არის 27 იანვარი. სანამ სას დაასახელებდა მანამდე ვეტყვი ჩვენს მაყურებელს, რომ ჩვენს გარეგნობაზე ზრუნავს ფრანგული სილამაზის სალონების ქსელი Frank Pro, რომელიც გვთავაზობს არაჩვეულებრივ სტილისტურ და კოსმეტოლოგიურ მომსახურებას. სანამ თემაზე გადავიდოდეთ, მანამდე მინდა რომ გამოვავლინო გამარჯვებული. მეორე ვიქტორინის გამარჯვებული არის თეო ასლანიშვილი, პასუხი მას სწორად გაცდა და პასუხი იყო სტუმარ მასპინძელი. დიდი მადლობა. შეკითხვა ასე ჟღერდა ვაჟა-ფშაველას რომელ ნაწარმოებში ხვდებით ქისტ აღაზას და დიახ, სწორი პასუხი არის სტუმარ მასპინძელი. გილოცავ თქვენ მოიგეთ ბექა ქორქოლის არაჩვეულებრივი წიგნი, მოთხრობები არის აქ და დიდი სიამოვნე მაგალითად მართლაც ამდენიმე საათ დაგჭირდებათ ამ წიგნის წასაკითხად, მაგრამ დაუვიწყარი. იტყვით რომ ძალიან შეგენანებათ მოკლედ ფურცლების რაოდენობა იტყვით რომ კიდე გინდოდა წაკითხო, მაგრამ ბექას კიდევ აქვს წიგნები და მინდა რომ მოვიწვიო სხვადასხვა ვისაუბროთ. მოვიწვიოთ ერთ-ერთ თემაზე სანტა ესპერასომ გადმოგცა წიგნი, ეს მშვენიერი ჩანთა, რა ქვია ჩვენ გამარჯვებულს? თეო, ეს ჩანთა შენია. გილოცავთ. შეგიძლიათ ჩაალაგო წიგნები, კომპოტი, მურაბა და ასე შემდეგ. ეს არ დავკუჭოთ, ესე დაავდოთ. შემდეგი საკითხი არის გაეცნო ბექა ქორქოლის ნაწარმოები. ნისლს რაც შეეხება სტივენ კინგის ნისლზე დავსვი პირველ ბლოკში შეკითხვა. ვინ შეიძინა ეს სამეული GDS-ისთვის? და გადმოგეცემოდათ ეს წიგნი სტივენ კინგის მართლაც ჯერჯერობით მაყურებელი დუმს. და დაიდო შუადღის გვერდზე, Facebook-ზე თუ არა? დაიდო. მოდ პასიურობს მაინც. იცი რა რთული შეკითხვაა ეს რახან მხოლოდ ჩვენ ვიცით. ანუ არ დებთ ამ შეკითხვას. და ჩვენ წესიერად არ ვიცით. იცოდე ყოველ გადაცემაში მიმართავ პროდიუსერებს. დავსვამ შეკითხვას. შევამოწმე. და ნახავთ მე თქვენ მოსახლეობის და მაყურებლის აგრესიულ დამოკიდებულებას შემოქმედების ჯგუფის მიღმა არსებულ საპროდიუსერო ბუნტისთვის ხომ მოსული. დიდი აქუგამდე იყოს კანტორას. ბუნტი. არა, კითხვა დავსვი, მინდა გავათამაშო წიგნი და ბლოკავს რომელიღაც ორგანოს ზემოთ. რომელიღაც ორგანოს ზემოთ უნდა მიმართოთ, რომ მოვაგვაროთ ეს პრობლემა. გიორგი კეკელიძეს ველოდებით წუთი წუთზე წამი წამზე. შენი უკვე იყო ჩვენთან. ვიცი რომ ეს წიგნი ხო გიორგი მოვიდა. მინდა მოგახსენოთ, ეს არის მართლაც არაჩვეულებრივი წიგნი. გურული დღიურები ძალიან საინტერესო ყდის. ხო. ხედავთ ხო კარგად. გიორგი მოგზანდი. გამარჯობა. გიორგი, სადაც მიხელხება. კარგი, მაშინ. აღმოჩნდა გიორგი რომ ეს წიგნი ამ გადაცემაში შუადღეში ყოფილა წარგენილი, ვისაუბრეთ საინტერესოდ. ზუსტად პრეზენტაციის დღეს. წიგნი არ იყო გამოსული მაშინ. პრეზენტაცია იყო. როგორ ჩაიგდა? შესაბამისად. ნორმალურად მალოთ. ეს წიგნი ახალი გამოცულია, გამოცულობა. ვერ. სად ესე ვიცი რა გრაფიკში არის, ანუ მე ეს არ მეგონა ესეთი გრაფიკი. ერთი დღე ვარ კვირაში და სამი დღე მუშაობ. სადღაციდან ჩართვა ქონდა იმ დღესაც. მე თბილისში არ ვასვენებთ არსად. თუ საქართველოში არ არის, სადაც არის კაში. გირჩევთ, წაიკითხოთ ეს წიგნი გამოვიდა რამდენიმე კვირის წინ, გამოცემობა CS-დან ავტორი ყავს თავად წარმოდგენილი, ასევე მინდა გავათამაშო ეს წიგნი და გამარჯვებულს გადმოეცემა ავტორის ხელმოწერი წიგნი, მე მგონი კარგი საჩუქარი არის მკითხველისთვის. არის საოცრად სახალისო წიგნი, არის არაჩვეულებრივი ამბები მოყოლილი და გიორგი რაც რამაც სასიამოვნოდ გამაკვირვა, ეს ამბები ისე ლაკონურად და ისეთ რამდენიმე აბზაცში არის მოყოლილი, რომ აი ერთი სული ჩერდები და შლი მე ამ ისტორიებს და შენ თავში იხსნები, რომ აი როგორ მოხდებოდა უფრო ვრცლად. ეს ან იშვიათად ხდება, იმიტომ რომ როგორც ესე ავტორები ცდილობენ, რომ რაჩერება ბევრი ცოტა დაქტილთან. მაგრამ გიორგი გახლავთ მოგახსენებათ ეროვნული ბიბლიოთეკა, ხო? ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი. დირექტორი მოთ კითხვაში დამეხმარები რა კითხვა. ვიცი რა ესეთი საკმაოდ რომელ წელს დაარსდა ეროვნული ბიბლიოთეკა და განმარტოთ რომ დღეს რასაც ვეძახით ეროვნულ ბიბლიოთეკას, ასე რომ ანუ ის რისი მემკვიდრეც დღევანდელი ეროვნული გიორგი შემოგვეშველა. და გადმოგეცემათ ეს წიგნი ავტორის ხელმოწერით, დიდი სიამოვნე მაგალითად მართლაც ძალიან ბევრი ვიხალისე. ეს ყდა ვინ გააკეთა გიორგის ფოტოში? ყდა გააკეთა ნატალია ავალიანმა, ძალიან მაგარმა დიზაინერმა და იდეა ეკუთვნის მას. თავიდან ბოლომდე ბატონი ედუარდ შევარდნაძე არ არის მოხსენიებული წიგნში, მაგრამ პერიოდი ეხება. არა, არის მამაც ძე არის საუბარი, როგორ ანალოგია რო გაქრო. კი, ასე კი, მაგრამ ნუ ეს ვორჰოლის რაღაცა ის არის, ხო, როგორც ვიცი. ენდი ვორჰოლისეული. ხო, ნუ ცხადი ახლა. შევარდნაძე, თხილი შევარდნაძე, ავტორი თავად და მანდარინი. მანდარინი. და უკან ჩაი, გურიელი რომელიც. აქ არის გურიელი, რომელიც გურიელი. მოკლედ დიაქტიურად, ვინც პირველი გამოგზავნის სწორ პასუხს შეკითხვაზე, სწორედ ამ გიორგი, მოდი ბიბლიოთეკაზე ჩვენ მინდოდა რომ შემეერთებინა ეს იგი წიგნზე საუბარი და ბიბლიოთეკაზე საუბარი. იგივეა იდეაში. და იგივეა წიგნის გზა გადის ბიბლიოთეკაზე,
გამომცემლობა ბიბლიოთეკა, ჩვენი სული და გური და შემდეგ კვლავ ბიბლიოთეკა, კვლავ გამომცემლობა და წრე. წრე არის და ამ წრეში რამდენიც უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვა მით რო უკეთესია, ასევე გიორგი არის ელექტრონული ბიბლიოთეკის პირველი ელექტრონული ბიბლიოთეკის დამაარსებელი, ხო სწორედ ვამბობ, დამფუძნებელი. ეს არის ადამიანი, რომელმაც ჯერ კიდევ 90-იან წლების მიწურულს, თუ არ ვცდები, როდესაც 2000-იანების დასაწყისში კომპიუტერი ჩამოიტანა გურიიდან, პირველი კომპიუტერი ჩამოიტანა გურიიდან, მაშინ მიხვდა, რომ არსებობს კიდევ რესურსი, რომელიც შეიძლება აითვისო, ეს არის ინტერნეტი, ეს არის ვირტუალური სივრცე და ამ ვირტუალურ სივრცეში შეიძლება შევიდეს ქართული წიგნი, რომელსაც ჩვენ საუბრობთ ხოლმე და უკვე არაერთი ეგრეთ წოდებული რიდელი, ანუ წამკითხველი არსებობს. წიგნის ფასი არის დაბალი, ზოგავთ ხეს, ზოგავთ ეკოლოგიას და ვკითხულობთ კარგ წიგნებს. მაგრამ ამავე დროს აღმოჩნდა, რომ თანამედროვე მსოფლიო არის ელექტრონული ბიბლიოთეკის და ნამდვილი, ანუ ტრადიციული გაგების ბიბლიოთეკის არაჩვეულებრივი სინთეზი და ამაზე მინდა გითხრა, რა სადვართ ახლა ჩვენ მსოფლიოსთან და რა გვაქვს. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. ჩვენ ქართველებს ამ წუთას გვაქვს ის, რომ კვალდაკვალ მივყვებით პროცესს, რომელიც არის ნამდვილად გარდაუვალი მთელი მსოფლიოსთვის და გულისხმობს იმას, რომ არა მხოლოდ თქვათ სამოხმარებლო ბაზარი, იგულისხმება თქვათ Amazon-ის მაღაზიები, იგულისხმება ინტერნეტი, იგულისხმება რიდერები, იგულისხმება ბეჭდური წიგნის პროდუქცია, არამედ ბიბლიოთეკებიც უკვე შეთანხმდნენ, რომ მათი ფორმატი უნდა იყოს სინთეზური. ეს არის გარდაუვალი ამბავი, ეს არის დროის მოთხოვნა, ისეთივე დროის მოთხოვნა, როგორც თავის დროზე ვთქვათ, იყო გუტენბერგის მიერ გამოგონილი ბეჭდური აპარატი, ან მანამდე ვთქვათ, ხელნაწერებზე გადასვლა რაფსოდული ტიპის ლიტერატურიდან, ანუ ზეპირი ტიპის ლიტერატურიდან. ეს არის ჩვეულებრივი ამბავი და არატრაგიკული ამბავი. არ უნდა ეშინოდეს მკითხველს ამ სიტყვის კარგი გაგებით, ნამდვილ მკითხველს არ უნდა ეშინოდეს ელექტრონული ვერსია. და რაც მთავარია, არა ვთქვათ დრამატული ამბავი იმ თვალსაზრისითაც, რომ არ ხდება პირდაპირი კონფლიქტი. არის ძალიან მარტივი მოცემულობა. თუ კი ადამიანს უნდა ბეჭდური წიგნის წაკითხვა, ბუნებრივია გამომცემელი აირჩევს გზას და დაბეჭდავს ბეჭდურ პროდუქციას. თუ კი ადამიანს უნდა ელექტრონული წიგნის წაკითხვა და ორივე წიგნი ნამდვილად არის წიგნი, იმიტომ რომ ამ აზრით მაშინ ჰომეროსის ილიადა და ოდისეაც წიგნი არ იქნებოდა, იმიტომ რომ ისინი არ დაწერილან. პირად გადაეცემოდა, ხო? მაშინ ბუნებრივია, ვთქვათ, გამომცემელი, შესაბამისი გამომცემელი, რომელიც ელექტრონულ ლიდერებს უშვებს, გამოუშვებს აი ამ ტიპის პროდუქციას. ანუ აქ გვაქვს ჩვენ საქმე, რაც არ უნდა უხეშად ჟღერდეს წიგნთან მიმართებაში ჩვეულებრივი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებთან და ჩვენ თვითონ რომ თავში ხელს ვიცემთ, რომ თქვათ, ბეჭდური წიგნი შეიძლება დაიკარგოს, ეს ჩვენზევია დამოკიდებული. თუ კი ჩვენ მოგწონს ეს ყველაფერი, ცხადი არ დაიკარგება, იმიტომ რომ გამომცემელი იძულებული გახდება, რომ ეს ყველაფერი გამოცემს. აქედან გამომდინარე, ბიბლიოთეკას სწორედ პასუხობს ამ თქვათ, პირობას მკითხველისას, რომელიც არის მისი კლიენტი და ის ცდილობს შესთავაზოს როგორც ბეჭდური პროდუქცია, რომელსაც მას გამომცემლები გადასცემენ ან რიგ შემთხვევაში ყიდულობს და ასევე ელექტრონული პროდუქცია. მოდი ახლა გიორგი გაწყვეტებოდი, ვთქვათ, როგორ შეუძლია ელექტრონული ვერსია ქართულ მკითხველს უკვე დაწყებული ეს. კი, ჩვენ გვაქვს დიგიტალიზაციის პროცესი დაწყებული უკვე წლებია და ეს პროცესი არის ძალიან ისეთი აგრესიული იმ აზრით, რომ ვცდილობთ, რომ მოვიცვათ ყველა პერიოდი აბსოლუტურად და ასევე ვთქვათ, მოვიცვათ არა მხოლოდ წიგნები, არამედ მოვიცვათ მაგალითად ფოტოები, მოვიცვათ გაზეთები, ძველი ჟურნალები, ცხადია ისედაც მდგომარეობაში დახსნა. აგრესიულობა გულისხმობს იმას ამ შემთხვევაში, რომ ჩვენ აუცილებლად გვაქვს რაღაც პრიორიტეტები, რომელიც აუცილებლად არის გასაციფრებელი. პირველ რიგში გასაკეთებელი. მაგალითად, როდესაც ვსაუბრობთ სიტყვაზე, ვამბობ ცემენტის ბაღზე, რომელიც არის ახალი გამოცემა. ბუნებრივია, ცემენტის ბაღს არ ემუქრება ისეთი საფრთხე, როგორც საფრთხეც ემუქრება მაგალითად მე-19 საუკუნეში გამოცემულ ივერიას, რომელსაც თუ კი ჩვენ ბეჭდური სახით წავიკითხავთ და წაიკითხავს 1, 2, 3 და მე-4 ადამიანი, უბრალოდ ტექნიკურად მისი სიძველის გამო ფურცლები შემძლებელი გახდება დროთა ნელ-ნელა უკვე დაიკარგება. ამიტომ სასურველია, რომ ეს გამოცემა ნელ-ნელა გადამისამართდეს რარიტეტულ გამოცემათა რიგში, ანუ იშვიათ გამოცემათა რიგში, მისი ნახვა ცხადია იქნება შესაძლებელი, მაგრამ სასურველია, რომ მისი წაკითხვა მოხდეს
როგორც ეროვნული ბიბლიოთეკის შიდა ბაზებში, ასევე ღია წვდომის ვთქვათ რესურსი. თქვენ შეგიძლიათ შეხვიდეთ MPLG.gov და ნახავთ თითქმის ყველა მე-19 საუკუნის ჟურნალ-გაზეთს, ასევე გამოცემას ძველს, რაც კი გამოსულა ქართულად და ასევე ნაწილობრივ დიდწილად ყველა იმ გამოცემას, რომელსაც საავტორო უფლება არ იცავს. და ბოდიში მაყურებელსაც ვეთყვი, რომ თუ ინტრიგანი არ ახარ და გინდა წაკითხვა ძველი ჟურნალები, შეგიძლია შეხვიდე და ნახო, იმიტომ რომ ეს მართლაც ამდენი წლის განმავლობაში მართლაც ამ თანამშრომლებმა ბიბლიოთეკის და საერთოდ ძალიან რთული შრომის შედეგად საშინელ პირობებით შეძლეს რომ მოეღწია ისეთ წიგნებს და ნაწერებს და ისეთ გამოცემებს, რომლებიც ალბათ შეიძლება ვიღაცას ცეცხლში კოცონში შეეგდო და გასათბობა და ამ ხალხმა ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა რაც მე მინახავს, მართლაც გმირობა ჩაიდინეს ბოლო 20 წლის განმავლობაში. ცალკე ნაწილია შენახვის თვალსაზრისით ისტორია კიდე ამბავი როგორი შეიძლება პირობები და ძალიან რთული ამბავი და მეორე ნაწილი არის ის რომ ამის გაციფრებასაც ძალიან სერიოზული შრომა ჭირდება, იმიტომ რომ ეს არის სკრუპულოზური პროცესი და შესაბამისად თქვათ მოიცავს დეტალურ ცოდნას იმისას თუ როგორ უნდა იყოს ფაილი მოწოდებული ისე რომ ჩვენ ეს წავიკითხოთ თქვათ შესაბამისად და ადვილად. მოკლედ ეს ბოდიში PDF ფაილია ხო მარტივად თქვა ეს PDF ფაილი მე მინდა ასევე აღნიშნო რომ ეს არის ქართული პრობლემა, იმიტომ რომ ეგრეთ წოდებული fine reader-ები არის მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, ანუ ტექსტის ამომცნობი, რომელსაც გადაყავს HTML-ში, ჩვენ სამწუხაროდ ეს არა გვაქვს, ძალიან ძვირი სიამოვნებაა და ახლა მუშაობ სხვა კომპანიებთან, რომ ეგებ შევიძინოთ ეს ტექნოლოგია, აქამდე არ ქონდა საერთოდ თქვათ არც უკონტაქტო სკანერები და ადამიანებს უწევდათ ხელით ეს ნელა დასკანერება, დღეს უკვე ჩვენ ხსნით ძალიან მალე თანამედროვე საბიბლიოთეკო ტექნოლოგიის ცენტრს, რომელიც მოიცავს აი ამ უკონტაქტო სკანერებსაც, სხვა სახის აპარატურასაც მთლიანად და ამავდროულად თქვათ მოიცავს იქ რესტავრაცია, კონსერვაციის ცენტრს და ასევე დიდ საბიბლიოთეკო სისტემას, რომელიც ასევე არ ქონდა ჩვენ და ახლა შევიძინეთ, ძალიან ძვირი დაჯდა ეს ყველაფერიც და ერთადერთი რაც ახლა ჩვენ აი ამ პროცესში გვაკლია და გვაშორებს ევროპას, ეს არის ეს ეგრეთ წოდებული fine reader-ი, ანუ ტექსტის ამომცნობი, რომელიც უკვე იგულისხმებს იმას, რომ როდესაც ჩვენ PDF ვერსიას გადავიყვანთ, აი მაგალითად ახლა თქვენ ივერიაში ვერ მოძებნით სიტყვას მაგალითად, რომელიც გაინტერესებთ, ხო, იმიტომ რომ PDF-ში სიტყვა არის ერჩება როგორც ძველი ბერძნები იტყოდნენ. მთლიანად უნდა ჩამოსკროლოთ, როგორც ძველი რომაელები იტყოდნენ. რა, ძველი ბერძნული სიტყვა სერჩი და ნიშნავს გიორგი, მე დაინტერესებდა ბასა საუბრობდა უბრალოდ ბასა საუბრობდა. მეორეჯერ დამიძახეს ბასიურიში რო იყავი და ეყობა ამ ხო, აი საბა გამახსენდა, მოკლედ. ერთხელ ხო გამარჯვებულიც იყავი და ეს ყველაფერი ერთად გამახსენდა და მაინტერესებს როგორ ინახება ეს ყველაფერი ბიბლიოთეკაში, რა პირობებში უნდა ინახებოდეს, რომ გულისხმობს სხვადასხვა წიგნი ინახება სხვადასხვა პირობაში. და რამდენი ხანი ძლებს აი თუნდაც ეს უძველესი და თანამშრომლობის გმირობა, რომელსაც მაქსიმალურად იმდენი ხანი, რამდენი ხანიც თანამედროვე კლიმატ კონტროლს შეუქმნი. გააჩნია წიგნს, არსებობს წიგნის კატეგორია, რომელიც ბუნებრივია ტიპურ საცავში ინახება და ამ თვალსაზრისითაც აქვს ბიბლიოთეკას პრობლემები და ჩვენ ახლაც გვაქვს სერიოზული მოლაპარაკება სხვადასხვა კერძო კომპანიასთან, რომ თანამედროვე საცავები ავაშენოთ. არის ბოდიში გიორგი, არის მან კიდე ხელნაწერთა ინსტიტუტი, სადაც უკვე კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი ხდება წიგნის სხვა რაღაც არის, მაგრამ ჩვენ გვაქვს ასევე სპეციფიკური საცავი, სადაც ვთქვათ ინახება ვახტანგისეული ბიბლია, ვახტანგისეული ვეფხისტყაოსანი, ანუ ის წიგნები, რომელიც მე-17 მე და მე-19 საუკუნეში გამოვიდა. აი როგორ უნდა ინახებოდეს ეს მე-17 საუკუნეში იტალიაში გამოცემული წიგნი, ქართული დარიული ლექსიკონი, ოღონდ ის ქართულ გამოცემად იმდენად არ ითვლება, უბრალოდ პირველად არის ქართული შრიფტი გამოყენებული და შესაბამისად ვთქვათ ამ აზრით ჩვენ შეიძლება მოვიაზროთ როგორც ქართული გამოცემა. მოკლედ მე იმის თქმა მინდა საბოლოო ჯამში, რომ თუკი ჩვენ გვინდა რომ ჩამოვაყალიბოთ თანამედროვე ბიბლიოთეკა ამ გაგებით, უნდა აუცილებლად გქონდეს თანაბარი რესურსები, როგორც ელექტრონული თვალსაზრისით, ასევე ბეჭდური თვალსაზრისით. არც ისეა საქმე, რომ ახლა ჩვენ ვთქვათ, რომ მოდის ელექტრონული ერა, რომელიც მთლიანად ყლაპავს ბეჭდურ პროდუქციას. ბეჭდურ პროდუქციას ყავს თავისი მომხმარებელი და აგერ დაწყობილი ეს წიგნებიც. სწორედ ამას მოდი გემოვნებაზე არ ვიკამათოთ. კარგი წიგნის საკითხოთ, ჩვენ ყავს ცოტა გამომცემლობა არსებობს, სამწუხაროდ, ცოტა მთარგმნელი არსებობს, ცოტა მკითხველი არსებობს, საიდანაც სავიდა თავი პრობლემის. აქედან
მეწო. ცოტა ამ კითხვებს უნდა ვაღიაროთ. ამიტომ ჩვენთან წიგნები შემოდის გვიან, იმიტომ რომ ეს საკმაოდ ძვირი სიამოვნება ამის თარგმნა, ბუნებრივია, იგვიანებს უფრო. მაგრამ თუ გინდა წიგნი და ფლობ გაგბედნიერება და ხარ რამდენიმე სიცოცხლე ცხოვრობ და რამდენიმე ენა იცი, შეგიძლია ან შეიძინო გამოიწერო წიგნი, რომელიც დაგიჯდება ალბათ $20-25 და ორიგინალში წაიკითხო. ან $5 ან $3 შეიძინო ელექტროვერსია თქვა და 2 წამში კონდეს დარდელო ჩამოსვლას. ამ ხრივ ძალიან კომფორტულია. ეს ეხება როგორც სამეცნიერო ლიტერატურას, ესევე თქვა უბრალოდ და იგივე ძებნის თვალსაზრისით, ახლა მაგალითად ერთია მხატვრული ლიტერატურა და მხატვრული ტექსტები, მაგრამ მე რაც შეეხება ლექსიკონებს, ამ თვალსაზრისით უკვე ალტერნატივა აღარ ყავს ელექტრონულ სივრცეს, იმიტომ რომ მარიცხულია. 100-ჯერ უფრო კომფორტული და ადვილია, ვიდრე თქვა ჩვეულებრივ ლექსიკონში. ძალიან კომფორტულია გეთახმება. არ შემიძლია არ თქვა ჩემი საყვარელი ბიბლიოთეკა ფალიაშვილის 39 ნომერში, რომელიც იყო და ჩემი ბავშვობის საუკეთესო წლები გაქვს იკატარება. მეც მახსოვს ეს ბიბლიოთეკა უნივერსიტეტიდან ავდიოდი და ეხლაც არსებობს ეს ბიბლიოთეკა, მართალია შემცირებულ ზომებში, იმიტომ რომ იქ რაღაც მაღაზიამ ჩამოაჭრა იქ რაღაც ღონისძიებები, ხო, იქ კიდე დარჩი ეს ადგილი და შარშან ვიყავი ბოლოს, მოვინახული ეს არის ფალიაშვილის უამრავი წიგნია და უამრავი ყვავილია, ამით არის ეს გამორჩეული ეს ბიბლიოთეკა. და როდესაც ვისაუბრე, პრობლემა ახლა ჩემზე უკეთიცი და გადავიტანოთ მაყურებელსაც უთხრათ, რა პრობლემა აქვს, ეს არის ვაუჩერები, ეგრეთ წოდებული, მცირე დაფინანსება სახელმწიფოდან, რომელსაც თქვათ ბიბლიოთეკა იყენებს მაქსიმალურად, ცდილობს, რომ შეიძინოს წიგნი. რაღაც პერიოდი საერთოდ გაჩერებული იყო ეს ვაუჩერი. რაღაც პერიოდი გაჩერებული იყო. შემდეგ მე მახსოვს ტელევიზიით ვნახე მერის საარჩევნო კამპანიის დროს დღევანდელი მერი ნარმანია შეხვდა გამომცემლებს და თორსტე ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკარებს და იქ ითქვა რომ თბილისის ბიბლიოთეკების დაფინანსება გაიზრდება, ანუ ვაუჩერები გაიზრდება, რომ მეტი წიგნი, მეტი ჟურნალი გამოიწერონ, შეიძინონ და ასე შემდეგ. ეს როგორი ჯაჭვის შემადგენელი ნაწილია, იცი რომ მეტი წიგნს რო იყიდეს ბიბლიოთეკა, მეტი მკითხველი ხო თავისთავად ეყოლე, მეტი ტირაჟია, მეტი მთარგმნელი ჩდება, მეტი შესაძლებლობები და ასე შემდეგ. ხვდებით? და მე რომ მეგონა რომ ვინ მიდის ბიბლიოთეკაში დღეს, როდესაც ყველას სავსეა ბიბლიოთეკები. უამრავი ადამიანი დადის დაწყებული იმით რომ გაზეთი უბრალოდ წაიკითხოს დამთავრებული თუ წიგნი შეიძინოს ან წიგნი ვერ შეიძინა და მიდის კითხულობს ან ხვდებით ამიტომ აი ეს თემასაც მინდა შევეხოთ რომ როგორ ანუ ის პრობლემა არ გვაქვს ხომ მითია ის რომ ბიბლიოთეკაში ხალხი არ დადის კითხველი არ დადის მე მინდა ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს შევეხო ვაუჩერიზაციასთან ერთად ვაუჩერიზაციას რაც შეეხება მე ამას წინ ზუსტად გუშინ დამიკავშირდა დიამეტრეველი კულტურის სამინისტროდან და მითხრა რომ რაღაცი გეგმება უფრო დიდი და გრანდიოზული ამ მიმართულებით ნახოთ მე იმედი მაქვს რომ ეს ასე იქნება 25 წელს რაღაც სიახლეს უნდა ველოდოთ ამ თვალსაზრისით ამბობენ რომ ეს ასე იქნება და ძალიან მნიშვნელოვანია რომ სოფლის ბიბლიოთეკებს ჰქონდეთ ახალი წიგნები ჩვენ ეროვნული ბიბლიოთეკა ხშირად ვცდილობთ რომ შემოწირულობების ხარჯზე შემდეგ თქვა სოფელ ვიაროთ და რაღაც თვალსაზრისით თქვა სხვადასხვა სოფელს მივცეთ აი ეს ხო ну რამდენიმე ათეული წიგნი მაინც. მაგრამ გადამწყვეტი ამბავი მათი ფუნქციონირებისა ეს არ არის. თავარი ამბავი არის ის, რომ ბიბლიოთეკებმა უნდა შეიძინონ საჯარო ფუნქცია. რა აზრით? გეტყვით ახლა. ანუ ეს უნდა იყოს ადგილი, სადაც მაგალითად სოფელში მოსწავლეს ვიღაც ასწავლის კომპიუტერის მოხმარებას. ეს უნდა იყოს ადგილი, სადაც ვთქვათ, სოფელში მოხუცი მივა, წაიკითხავს და გაეცნობა ახალ ამბებს, ითამაშებს ჭადრაკს. შეიძლება ეს იყოს სააღრიცხვო ბიუროსთან მიბმული რაღაც ნაწილი. სოფლიოში არსებობს უამრავი პრეცედენტი, მაგალითად შიკაგოში საერთოდ მაგალითად საგადასახადო ის რაღაცა არის მიბმული, ვთქვათ, სხვაგან შეიძლება ვთქვათ რაღაც აღრიცხვების ნაწილი იყოს მიბმული. ან თუ კი ბიბლიოთეკას გადავაქცევთ მულტიკულტურულ სივრცედ ბიბლიოთეკები გადარჩებიან და ამ შემთხვევაში ისინი იქნებიან მართლა საგანმანათლებლო ადგილები და ბრენდები. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი მისია. თავშეყრის ადგილი უნდა იყოს ეს მთავარი და არა სოფლის ბირჟა. ის უნდა იყოს. მე ესე მგონი. და ერთ ბოლოს წინა კითხვა მაქვს. მაგ შემთხვევაშიც კი არ ემუქრება გადაშ. ციფრული ერა არის უკვე დამდგარი. ყველა შემთხვევაში, ნუ ხომ თლიანად რას ნიშნავს? თქვენ თუ მოგინდებათ რომ ბეჭდური წიგნი იყოს, კიდე ერთხელ ვამბობ. მე როგორც გამომცემელი გამოვუშვებ ბეჭდურ წიგნს ყველა შემთხვევაში. საბაკომჯის თქვენ იტყვით რომ ბეჭდური წიგნი აღარ მჭირდება, ბუნებრივია მე ამ ბეჭდურ წიგნს აღარ გამოვუშვებ აღარასდროს. მე მჭირდება. მაშინ თქვენ ხართ ზუსტად იმის გარანტია რომ ეს თუ იარსებებს თუ არ იარსებებს. და სანამ გამარჯვებულს იტყოდე არის ესეთი აი გიორგის
აზრს გავაგზელებ იმ მიმართულებით, რომ ეს ჰუმანიტარული, ასე ვთქვათ, შემოწირულობის სახე აქვს ჯერჯერობით სოფელში და რეგიონებში წიგნის გატანას. სანტა ესპერანსაში არის ეგეთი ხუთია ესეთი და აწერია, შეხვალ აწერია წიგნები მთიანი თისთვის და ყველა შეუძლია მივიდეს. მეც ახლა ორი მაგალითად ორი დიდი ხუთი მაქვს შევაგროვე წიგნები და მივიტანო დღეს და დავტოვო და ვიცი, აი ესეთი ღონისძიებები არის და ვისაც არ გადაყაროთ ეს წიგნები და არ დაწვათ. მიიტანეთ ბიბერონ ბიბლიოთეკაში, მიიტანეთ უახლოეს ბიბლიოთეკაში, ჩააბარეთ ზედმეტ წიგნი არ არსებობს მოგეხსენება თუ ეროვნულს ან ადგილობრივ თქვენი ქუჩის ბიბლიოთეკას აქვს ეს წიგნი, სხვა საჩუქრებს გადაუნაწილეთ და ასე შემდეგ გამარჯვებული თქვა და გამარჯვებული არის იანა ბერიანი, პასუხი სწორად გასამან და პირველმა 1846 წელი და შესაბამისად მას გადაეცემა წიგნი თავად ავტორის წელი იყო ტიფლისის საჯარო ბიბლიოთეკა, რომელიც შემდეგ რაღაც პერიოდს მერე დაიხურა ცოტა პირველი მსოფლიო ომის დროს, შემდეგ კიდევ აღდგა, მერე გადაკეთდა, შემდეგ 90-იანებში უკვე გახდა ეროვნული ბიბლიოთეკა, როგორც არის თქვა დღეს ეს ბიბლიოთეკა. სახელმწიფო შემახსენეთ იანა ბერიანი. ასე და ავტორის ავტოგრაფით ძალიან მაგარია არის ორმაგად. კარგი საჩუქარი ჩემ. იცოდა ადამიანმა და აბა არ ეკუთვნის? ეკუთვნის რა თქმა უნდა. ეკუთვნის. და მეორე კითხვაზე ხო არ არის პასუხი, ვინ შეიძინა GDS-ში ეს სამეული? ჭამე შენ ეს კექსი ჭამე ცოტა ხანი. არ არის ხო? არ დევს. გამცხარი. მოუწოდებ იცოდე მაყურებელს რომ დაინგრეს კართაგენი და მოვითხო მისლის გათამაშებას ამ კითხვით. იანა, შეგიძლია დღესვე მე ვერ მოვითმენდი, დღესვე მოვაკითხავდი ამ წიგნს, ასე რომ შეგიძლია მოაკითხო, აი სანამ მოაკითხოს იქნებ ჩვენს მოვასწროთ საკითხი. არ არის წიგნი. კარგი, სტუმრები გეოვდებიან. მე მგონი გიორგი დიდი მადლობა ერთ-ერთი საუკეთესო სტუმარი. რეკლამის დრო არის ჩვენს ეთერში, დაგებრუნდებით რეკლამის შემდეგ დაგვალოდეთ. დიდი მადლობა.